რამდენიმე პლასტი იყო გადაცემის პირველ ნაწილში, რომელიც მათ შორის უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოებრიობის განცდის ნაკლებობას, რომელიც უკავშირდება რუსეთისადმი დამოკიდებულებას, უკავშირდება საქართველოს მიმტაცებელი ხელისუფლების როლს მთელს ამ პროცესში, პროპაგანდის როლს ამავე დროს და ამ სახელმწიფოებრიობისა და მათ შორის პასუხისმგებელი პირებისათვის პასუხის მოთხოვნის ტრადიციის არარსებობას, რომელსაც სახელმწიფოს კარგვასთან ერთად საყოფაცხოვრებო გარემოში არსებო სივრცის ნგრევა და შეზღუდვაც კი მოყვება. ბატონო გიჩა, არის თუ არა ეს მოულოდნელი, როგორ შევაფასებთ იმას, რასაც ახლა უყურეთ ყველამ ერთად, რისი ნიშანია ეს ყველაფერი ჩვენი ერის საზოგადოების როგორი მდგომარეობის? მოგესალმებით ბატონო გიორგი, მივესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს. აბსოლუტურად არ არის მოულოდნელი, გულწრფელად მე ისტორიკოსი ვარ და აქედან გამომდინარე სავსებით მოსალოდნელი არის ის, რაც ახლა ხდება, უბრალოდ ერთი რაღაცა სულ ამბობ ხოლმე და ბარემ ამით დავიწყებ, რომ პირველი რეალურად პირველი ფასეულობითი შეჯახება ომი გვაქვს ახლა ჩვენ ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში. აქამდე ასეთი ამდაგვარი სიტუაცია ჩვენ არ გქონია. პირველად ვართ ამ სიტუაციაში, აი ამ რა ვიცი მე სახელმწიფოებრიობის 2400 თუ 3000 წლოვანი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ძალიან მკაფიოდ დაეჯახა ერთმანეთს ორი მკვეთრად გამოხატული ფასეულობა, აი ესე რომ ვთქვათ. ჩვენ ახლა რას გულისხმობ? ჩვენ ცხოვრობდით სულ ფეოდალიზმის ეპოქაში, მოგეხსენებათ ჯერ ძველად, ახლა იმაკამდე აღარ ჩავალ და მე მე-4, მე-5, მე-6 საუკუნეებიდან მოყოლებული მე-18 საუკუნეები ჩვენთან მე-19-ში მოგეხსენებათ 1860-იან წლებში თეოდალეულების პერიოდში გადავარდა ბატონყობა. ხა ბატონყობა რა იყო? ბატონყობა იყო ხო? ბატონი ხმა და ხმა რასაც ბატონი იტყო და ის უნდა შეესრულებინა ხმას. მას არავინ არასდროს ეკითხებოდა რამის. და იმ ფეოდალურ კლასს ან ბატონს ყავდა თავისი დასაყრდენი ძალიან დიდი, როგორც სამხედრო ძალა, ასევე სასულიერო სფერო ჩვენ შემთხვევაში. ყველა რელიგიაზე იგივე ხა, ყველა სოციალურ სისტემაში იგივე იყო. ჩვენთან ეს ეკლესია იყო ქრისტიანი, რომელიც ყველაფერს როგორც ასე, იმიტომ რომ ყველაფერი ღმერთიდან მოდიოდა, ასე ითვლებოდა და შესაბამისად ამ საწყალ გაუნათლებელ ადამიანებს და ეს ხდებოდა აქაც, ევროპაშიც, აზიაში, ყველგან სულ ერთია, მაგრამ და ადამიანებს ზევიდან ყველაფერი ზევიდან არის გადაწყვეტილი და შესაბამისად რომ არავინ ვინც იბადებოდა გლეხად, ყდებოდა გლეხად, ვინც იბადებოდა თავად, ყდებოდა თავად. მაგრამ ევროპა წავიდა სხვა გზით, დასავლეთ ევროპა, მერე და მერე. თანდათანობით იქ ჩამოყალიბდა მოგეხსენებათ ახალი წყობილება კაპიტალიზმი, დაწყებული ჯერ კიდევ მე-15 საუკუნე რენესანსი, რომელმაც შეუცვალა ადამიანებს გონება, მე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, რეფორმაცია, ლუთერი, დიდი ტკივილით, რა თქმა უნდა, კათოლიკური ეკლესია იქ ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს არ დაეშვა, იყო ინკვიზიცია რა დასამალია, წვავდნენ ადამიანებს სიმართლის თქმისთვის, მაგრამ ამ წვალებით ის სისტემა ხო შეერთებული მოსმენის მაგ პასაჟში ყველაზე გახსენდა ამათ მიერ არჩეული ძალიან სწორი და საინტერესო პროპაგანდისტული ხერხი, ხო, რომ ჯორდანო ბრუნო დაწვეს. ჯორდანო ბრუნო დაწვეს და ის იბრძოდა ის ხალხი ამისათვის. ჩვენთან ჯორდანო ბრუნოები არ იყვნენ იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ ჩვენ ჩავეიკეტეთ. სანამ ფეოდალური საზოგადოება იყო, მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ხოლმე ყოველთვის, რომ დავუშვათ იგივე შოთა რუსთაველის ეპოქაში, ჩვენ შოთა რუსთაველი გვყავდა და აი იმ პერიოდში წინა რენესანსის, ანუ როდესაც ფეოდალიზმი იყო, მაგრამ როდესაც შემდგომ წავიდა განვითარება იმ საზოგადოებების, ჩვენ ჩავიკეტეთ, იმიტომ რომ ის აბრეშუმის გზა, რომელიც ჩვენზე გადავიდა, ჩვენს ქვევით, მაგრამ მაინც ჩვენთან ახლოს სიახლოვეს და რომელიც აცოცხლებდა აქაურობას, ხო, ეს ჩვენთვის ჩაიკეტა, ჩვენ ჩიხში აღმოჩნდით და შესაბამისად, როდესაც იქ ვითარდებოდა მეცნიერება, იყო სამეცნიერო რევოლუცია, იყო ინდუსტრიული რევოლუცია და სხვა და მენტალიტეტის ცვლილება. და რაც დასრულდა საფრანგეთის დიდი რევოლუციით და იქ მოგეხსენებათ მე ჩამოყალიბდა პირველად შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია. სადაც ჩამოიწერა ჯერ მანამდე ლიბერალიზმი ჩამოყალიბდა ინგლისში ჯონ ლოკის მიერ იქ საფრანგეთში განმანათლებლები. ეს ყველაფერი ჩვენს გვერდით წავიდა. ანუ ჩვენს გვერდით ჩვენ ჩამოურჩით და ჩვენთან იყო რა ირანი, ოსმალეთი მე-16 საუკუნიდან მოყოლებული და მე რუსეთი ჩაერთო და ჩავებღაუჭეთ ამ რუსეთს როგორც ევროპასთან ყველაზე ახლოს მდებარე ქვეყანა. ფანჯარას ევროპაში გაჭრა როგორც გამოთქმა რო არის. და მე-19 საუკუნემდე ჩვენ პრაქტიკულად რეალურად ბატონყმობის გაუქმებამდე და თეოდალეობის ეპოქამდე არ გქონდა გასასვლელი რეალურად იქითკენ. თითო ოროლა ბედნიერ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით და სოლომონ დოდაშვილებს და რამდენიმე ასეთ პიროვნებას. და აი პირველი თაობა, რომელიც შემოვიდა, საიდანაც შემოვიდა რეალური ევროპეის
ევროპეიზმი აქ და სხვათა შორის რუსეთის იმპერია საბჭოთა იმპერიისგან განსხვავებით აი ამას უშვებდა მაინც. ის მერე უჩაკეტავს. და კი, თაიდანაც შეიძლება უცხოეთში სასწავლებლად წასვლა რაღაც ეტაპის მერე. და ეს ზუსტად ეს პეტერბურგის უნივერსიტეტი იყო თუ ეს თვითონ რუსეთის იმპერიაში, მაგრამ მაინც იქაური მას დაეწაფნენ ჩვენი ილია აკაკი ნიკო ნიკოლაძე რაც თავარია და სხვები და სხვები, რომლებმაც აი ეს შემოიტანეს ევროპეიზმი შემოიტანეს ჩვენთან, ანუ ადამიანის უფლებები რა არის, თვითონ ცნებებიც კი პირველად რესპუბლიკიდან დაწყებული, დემოკრატიიდან დამთავრებული, მათი შემოტანილია აქ. ხო და ანუ ის პირველი თაობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ბანკი, ეს ყველაფერი აი ამან გააცოცხლა ადამიანის მენტალიტეტის შეცვალა დაიწყო ყოველ შემთხვევაში. და ეს რო გაგრძელებულიყო, ანუ პირველი თაობა რეალურად, რომელმაც ეს მენტალიტეტი შეცვალა, ეს იყო თერგდალეულების და რეალურად თერგდალეულების ნაკვალევზე ჩამოყალიბდა 1918 წელს 26 მაისს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. აი ეს სახელმწიფოებრიობა, მაშინ ნიკო ნიკოლაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. აი ყველაფერი მიდიოდა იმ განზომილებით, იმ ლოგიკით, რომ საქართველოს ყალიბდებოდა ნორმალურ, კარგ ევროპულ ქვეყანად. მცირე ჩართვა ზუსტად ამიტომ არის, ხო? დღესაც რომ უკვირს და მართლაც გასაოცარია იმ 3 წელიწადში დემოკრატიული საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირობებში ამდენი რამ როგორ მოისწრა. სიამდვილეში 3 წელიწადში კი არ მოხდა. ეს იყო ის ნერგი, რომელსაც თერგდალეულებმა ჯერ საფუძველი ჩაუყარეს, მერე მოუარეს, მოორწყეს და ნაყოფმა იფეთქა იმ მომენტში, რომელიც მერე კიდევ საოცარ შედეგებს მოუტანდა ამ ქვეყანას, რომ არა კვლავ რუსული ოკუპაცია. აი ამაშია საქმე და თანაც ყველაზე ცუდი ის არის, რომ სწორედ ის ბოლშევიზმი, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს კომუნისტური პარტია, ის ჩაუდგა ქვეყანას სათავეში რეალურად მაშინ ჯერ რუსეთში და მერე დანარჩენ დაპყრობილ კოლონიებში, რომელსაც მოკავშირე რესპუბლიკებს ეძახდნენ, მოგეხსენება დაპყრობილი ქვეყნები იყო, ხო? 15 მოკავშირე რესპუბლიკა, რომელშიდაც ფაქტობრივად ხა ჩვენ ერთი სეგმენტი განსაკუთრებით გვაინტერესებს, სადაც საკუთარი აზრი არ იყო წახალისებული. ანუ აი ეს მენტალიტეტი, რასაც იტყოდა იმ პარტიაში ასე იყო, რასაც იტყოდა ზედარ გოლი, პრინციპში რუსეთის იმპერიაში სხვა ასე იყო. მერე ამათანაც იგივე განაგდეს, კი მუშურ გლეხური სახელმწიფო ითვლებოდა და იყო, მაგრამ ვინ ეკითხებოდა ან მუშასანგლე ხო შერმა იყო რა ყველაფერი. დაგვჭირდა ჩვენ ეს ისტორიული ექსკურსია. იმიტომ რომ მენტალიტეტი განვიხილოთ, რომელი მენტალიტეტიც ახლა ჩვენ გვაქვს. იმიტომ რომ მენტალიტეტი არ ყალიბდება ერთი და ორ დღის განმავლობაში. აი ეს მენტალიტეტი თოგინება თაობის. ეს მენტალიტეტი მოდის იმ ძალიან ღრმა ფესვები აქვს, ძალიან დიდი პლასტებია, იქიდან მოდის. რეალურად თავისუფალი საზოგადოება, რომელიც იქ იწვალა იმ ქვეყანაში, იმიტომ ვადარებდი იმას, იმათმა იწვალეს და მიიღეს. და თავისუფალ საზოგადოებაში არის თავისუფალი ადამიანი. ადამიანი აი წეღარო იყო სიუჟეტში ივანიშვილის ადამიანი მართლა ფასეულობაა იქ. ადამიანი ყველანაირ თავისი შეცდომებით, ადამიანი თავისი ტკივილებით, ყველაფრით ადამიანის გარშემო ტრიალებს ყველაფერი. აი აქ ამ საზოგადოებაში და იმ ბატონყურ საზოგადოებაში ადამიანი არ არის. კი ბატონო. გნებავთ კონტინენტური და გნებავთ ანგლო-საქსონური კონსერვატიზმი, ისიც თლიანად დაშენდა ზუსტად ლიბერალური დემოკრატიის იდეებს და ამ ფასეულობებს. ჩვენთან ეგ არ დაშენებულა. ამ ლიბერალიზმის გაგება სწორედ იმ ქრისტიანული ღირებულებებიდან ამოიზარდა როგორც პოლიტიკური ფილოსოფია. და ჩვენთან ამდაგვარი რამ არ მომხდარა. აი ის პატარა მონაკვეთი იყო თერგდალეულებიდან მოყოლებული 21-ში ჩაკვდა და მე საბჭოთა პერიოდში გავიზარდეთ ჩვენ ახლა ჩვენ სხვა რა გვასწავლით ჩვენ კარგად ვიცით სად ვიზრდებოდით ხო? სადაც ყველაფერი იყო ზევიდან ვერტიკალზე. ანუ საკუთარი მოსაზრებები არ იყო წახალისებული. აი ეს ამთავარი. დღევანდელ საქართველოში, როდესაც თითქოს ყველაფერი დღეს ქალბატონი ლანა ღოღობერიძის მორიგი გამოხმაურება გამოქვეყნდა იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ახლა ევროპასთან მიმართებაში გვჭირს. და წერს ასე რაღაცას, რომ ყველაფერი იმდენად თეთრი და შავია, რომ უკვე უხერხულიც კი არის რაღაცის მტკიცება. არა და ჩვენ სამთავრობო წარმომადგენლების დონეზე, რაც არ უნდა დავარქვათ უზურპირებული ხელისუფლების პირობებში, მათ ქვიათ საქართველოს მთავრობა, შემოდიან დისკუსიაში და ხალხს უმტკიცებენ იმას, თუ რა ცუდია ევროპა და ევროპეიზმი და ამავე დროს არ ლაპარაკობენ იმაზე, რა არის ამის ალტერნატივა, ხო? ანუ კვლავ აი ამ გორგალი ამ ძაფის ახლართვას აი იმისოთ რომ შენი რაღაცა ეძებო ქექვა ასე შემდეგ როცა სინამდვილეში ყველაფერი მართლაც მარტივია იმიტომ რომ დედამიწაზე ესეც კონსერვატორული გაგებით ამ შემთხვევაში დედამიწაზე 6-4-ის უზრუნველყოფა შეუძლებელია ხო ან ლაპარაკი იმაზე რომ ევროპაში არ შეიძლება რამე ნაკლი კონდეს ან დასავლეთს თავის მხრივ თავად დასავლური კონსერვატიზმის შეხედულებითაც კი აბსოლუტური იდიოტიზმია მაგრამ ყველაფერი შედარებითია
და ძალიან სასაცილოდ ერთის მხრივ, მაგრამ ტრაგიკულად ჩვენ შემთხვევაში გამოიყურება ეს ხელოვნური დისკუსია ზოგადად საზოგადოებაში შემოტანილი ევროპა თუ რაღაც ეს რაღაც დარჩა სინამდვილეში ხო ყველასთვის რჩება რუსეთი აქ ამ სიტუაციაში იმიტომ ხა მანდამაინც ივანიშვილის პაპუაშვილის ან ვინ თქვა მდინარაძის ბუდის ასე ვთქვათ ან კონფუციანობით გატაცებული ადამიანება წარმოდგენა ცოტა რთულია ხო რაღაცა ჩინური ხო ვითომ ჩინური ერთი შეხედი და იმის უკან ასაგებია რა ამ სივრცეს ამ ვაკუუმს ამ შემთხვევაში თუ ამ ალტერნატივას სპობ დასავლურ ქრისტიანულ ფილოსოფიას თუ იდეოლოგიებს პოლიტიკურ ლიბერალიზმს და ასე შემდეგ ავტომატურად შემოდის ავტორიტარიზმი ოღონდ შემოდის ავტორიტარიზმი რუსეთის და რატო აქ ამას ხო და ნოყიერი ნიადაგია ამ ხომ ვერ მოი აი რატო აქ და მენტალიტეტზე უკვე ილაპარაკეთ განათლება პირველ რიგში მე გეტყვით ყველაზე მთავარი არის აი საბჭოთა პერიოდში ხო იყო ასე რომ აი რასაც ვამბობდი წეღარ რასაც ჩაძახებ ის უნდა ამოგძახო საკუთარი აზრის ქონა არ იყო ასე ვთქვათ რელევანტური და საინტერესო როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ იქიდან მოყოლებული აი ამაზე აი ეს ზუსტად როცა მე ვთქვი ფასეულობით შეჯახება თქო აი ეს მიდიოდა ეს 30 წელზე მეტი პერიოდი ზუსტად აი ამაზე მიდიოდა ამისკენ მიდიოდა ეს საზოგადოება ნახეთ როგორ არის ესე იგი ერთი მხრივ გარკვეული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მიიღეს განათლება და ასევე ანუ ჩამოყალიბდნენ როგორც პიროვნებები, ან უკვე ჩამოყალიბებული იყვნენ, მაგრამ იქ შეისწავლეს შემდეგ, ან სტუდენტები იყვნენ, ან მერე გავიდნენ როგორც მე, სიტყვაზე იქ რა არის ფასეულობა, იქ რეალურად ადამიანის უფლებები რა არის, რომელიც შეეცადნენ ჩამოიტანათ აქ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობები აღეზარდათ. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ანუ რის თქმა უნდა, სამშობლო აქ რო კითხო ნებისმიერ მათგანს იმათაც ხო ხდებით ვისაც გული ხო იმ ხალხსაც ხო ყველა გეტყვი სამშობლო მიყვარს სახელმწიფოს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას რა ჭირდება აი ეს ფასეულობები ადამიანის უფლებები და სხვა ეს არიციან პრობლემა ეს არის და ეს იყო ეს შეჯახება ეს გარკვეული რაოდენობა ადამიანების ასწავლიდა იმ ახალთაობებს ერთი მხრივ აი ამას სახელმწიფო მაგრამ მეორე მხრივ ყველას ვერ გაწვდნენ და ვერ გაწვდა დარჩა ის მეორე მხარის რომელშიც ძალიან სამწუხაროა მაგრამ უნდა აღვნიშნო აუცილებლად ყოველთვის ვამბობ აქ დასამალი არაფერი ეკლესიის როლი ძალიან ცუდია ეკლესიის იმ ხელმძღვანელობით და სხვების ის ყოველფერს ნაბიჯი რო იხდებოდა იმ ის დემონიზაცია მიდიოდა მთელი აწლეულების განმავლობაში დარჩათ ეს ხალხი ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების მათ ხელში რეალურად და ეს კიდევ არის და ეკლესია როცა მე ვამბობდი და ის ფეოდალური აზროვნება არ შეცვლილა თქო იქ არ უყვართ თავისუფალი ადამიანი რეალურად ეს როდესაც შუბიმი და ლიბერალი ხო გასაგე ლიბერასტია ეს საიდან მოწეს ეს ტერმინოლოგია იქიდან მოდის რომ თავისუფალი ადამიანი არ უყვართ თავისუფალი არც იციან და აქედან გამომდინარე ამაში მთელი პრობლემა ტერმინების დონეზეც კი ყველა მიცის ეს როგორი რუსული იდეოლოგიური პროპაგანდისტური კლიშეები საბედნიეროდ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოჩნდა უკვე არაერთი შეიძლება ბევრი საჯაროდ ჩანს მაგრამ მათ ქადაგებებში მათ საჯარო გამოსვლებში ინტერვიუებში ეს ყველაფერი უკვე საბედნიეროდ უკვე ჩანს მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მაღალი იერარქების უმრავლესობაზე ანუ იმადზე რომელთა სიტყვასაც შეიძლება უფრო მეტი გავლენა ქონდეს შიგნით ბრელში თუმცა საზოგადოებისთვის რიგითი მღვდელის პატიოსანი რიგითი განათლებული პატრიოტი მღვდლის აზრ ზოგიერთ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს ვიდრე მთელს ინსტიტუციას თუმცა ამ თვალსაზრისითაც მათ შორის მისი უწმინდესობის საქმიანობისა და მოღვაწეობის განსაკუთრებით ის პირველი დიდი ნაწილი გამოირჩეოდა გახსნილობით და იმ პერიოდისთვის ამ საბჭოთა მენტალიტეტის საბჭოთა ტრადიციების პარალელურად და შემდეგაც ძალიან ბევრი თამამი ნაბიჯითაც ხო ახლა მისი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ამ ხრივ ხო საერთოდ რაიმეს მოლოდინი ბუნებრივია ვერ გვექნება თუმცა რასაც ქვია უშუალოდ საპატრიარქო და ამ ხრივ ან ინიციატივები ან მოქმედება სამწუხაროდ სრულად საპირისპირო გეზზე მიუთითებს ეს დროებით გვერდზე გადავდოთ აი ოთარ ჭილაძის ციტატა მოვიშველიე მე გადაცემის შესავალში ედიტორიალში სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდი გაიხსენა მან და თქვა რომ ქართველი რომელიც სულ მუდამ ბრძოლაში იყო და ქართველობა თავისთავად ძალიან სერიოზულ მისიასაც წარმოადგენს ღირსეულს და საამაყოს მაგრამ ამავე დროს მოითხოვს აი მართლაც ყოველდღიურ ბრძოლას თავის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის პიროვნული ღირსების შენარჩუნებისთვის იმისთვის რასაც თქვია ქართული ღირებულებები გასაგებია რომ ჩვენ ერთ ძველი ერებისთვის განსაკუთრებით ამ ბოლო საუკუნეების პრობლემების გამო გადაღლის ელემენტი იქნება ხო საბჭოთა კავშირმა მოიფიქრა ძალიან კარგი გამოსავალიო გაათავისუფლა ქართველობა ქართველობისგან
თქვენ ახსენეთ ეხლა რომ სამშობლოს კომპონენტი თითქოს დაუტოვა სახელმწიფოებრიობაზე ფიქრი უნდა დაივიწყოს და სახელმწიფოებრიობაზე ფიქრი ავტომატურად პასუხისმგებლობასაც გინულებს ასე თქვა რაც მე საყოფა ცხოვრების დონეზე გამოიხატება. მოკლედ მე ბევრი საუბარი გამომივიდა ამ შემთხვევაში. უბრალოდ მინდა რომ თქვენ ისტორიული ექსკურსიდან კიდევ უფრო მეტად ღევანდელობაზე ვთქვა. პირდაპირ კავშირშია, პირდაპირ. უბრალოდ ხა წინ რო გავიხედოთ. გასაგებია რომ ეს მათ შორის ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული ასაკობრივი სტრუქტურიდანაც გამომდინარეობს, ხო? მე თქვენ ჩვენზე უფროსები ღმერთო ყველა კარგად და დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ჩვენ მაინც საბჭოური პროდუქტები ვართ, ხო? სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, ამბები. იმის შემდეგი პერიოდის ადამიანების რაღაც ნაწილი ასევე, იმიტომ რომ მათ ვინც ასწავლიდა ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გახსნილობას და შესაძლებლობას ჩვენი ახალი თაობებისთვის. ერთი რომ ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გქონდეთ, ამიტომა რომ მედია, ტექნოლოგიების მიმართ წვდომას პრობლემები ექმნება და ეს რუსეთმა ეს ეტაპები გაიარა ბელორუსმა და ასე შემდეგ უნდა ჩაკეტოს და მეორე აღარ უნდა გაესვლებოდეს. ამიტომ ეს ვიზა ლიბერალიზაცია ვიღაცას რო გონია რომ ამათ სიამდვილეში უნდათ რომ იყოს ვიზა ლიბერალიზაცია, ეგეც თუ იქნება ხო, კაი, არა, მე დარწმუნებული ვარ რომ ამათ არ უნდათ რომ საქართველოსთან ადამიანებს ახალგაზრდობას განსაკუთრებით კონდეს შესაძლებლობა ადვილად ევროპასთან დასავლეთთან კომუნიკაციას. თქვენ რა აზრი გაქვთ? ზუსტად მაგას ვფიქრობ, უბრალოდ ზუსტად მაგას ვფიქრობ, რაც უფრო ჩაკეტილი იქნება საზოგადოება, მით უფრო იქნებიან როგორც თევზი წყალში. იმიტომ რომ ეს არის მათი ბუნებრივი გარემო. ავტორიტარიზმი, ჩაკეტილი საზოგადოება, ჩაკეტილი სივრცე, სადაც არის ბატონი და ყმები. და ეს ყმების გარკვეული ნაწილი ყავს, ასე ვთქვათ, მიბმული დახმარებით, ნაწილი ნარკოპოლიტიკით, ნაწილი ამით, ნაწილი და ის ადამიანები და პლუს სამსახურებში ის რაღაცა ხელფასებზე რო არის მიბმული ადამიანები, რომელსაც ეშინია ხმის ამოღების. და ასეთები და ვინც ხმას იღებს, ზოგი ან ციხეში უნდა წავიდეს, ან ემიგრაციაში. მათი წარმოდგენა ასეთია. აი ეხლა სწორედ ჩვენი საზოგადოებისთვის თავარი მომენტი არის, რომ ამ წარმოდგენას გაუქარწყლებთ თუ არ გაუხარწყლებთ. ზუსტად ამ პროცესში ვარ. როცა მე ვთქვი ფასეულობით შეჯახება, ზუსტად არის შეჯახება პირველად ჩვენს სახელმწიფოებრიობის ამ საუკუნოვან ისტორიაში, როდესაც დემოკრატიული საზოგადოება, ნამდვილი დასავლური დემოკრატიული საზოგადოება ეჯახება ავტორიტარის, ამ შემთხვევაში რუსული ავტორიტარიზმის პროდუქტს და რუსული და საბჭოთა, ნუ კომუნისტური ამ შეიძლება ერთი და იგივეა პროდუქტს და ჩვენი საზოგადოება ხანდახან რო ვიღაცა რო ლაპარაკობს საბიტუსზე რო შეხვდა უკვე ხვდები ვინ საით არის რა. აი იმიტომ რომ უკვე ძალიან კაფეო ჩამოყალიბდა ეს ორი რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან არ მინდა ეს რომ მოხდეს რა შიდა სამოქალაქო ჩვენ გავლილი გვაქვს ეს დაპირისპირება არ უნდა მოხდეს და რეალურად ხანდახან რას მაგონი გულწრფელად გეტყვით აი ეს ადამიანები რომლებიცაც აი ამ იაფასიანი ტრიუკებით რო ყავთ წამოგებული რა ეს და იმითი რა ვქო გვაპიდარასტი მე რაც ხო და ამ სისულელებით რო უჭედავენ თავს აი ვის მაგონებს ეს ჩვენს ბავშვობაში აი თვითონ ეს საწყლები აი ეს ადამიანები მეწოდებიან გულწრფელად რა რომელსაც აი ესეთ სისულელების ჯერათ და არიან მსახურები მათი გახსოვთ იყო ესეთ ნაწარმოები ჰარიეთ ბიჩერსტოუს ბიძია თომას კოხი რა ეხლა ყველას გვახსოვს და გვიყვარდა ხო წაკითხული გვაქვს და ძალიან პოპულარული ძალიან მიყვარდა და აი ბოლოში არის რომ საწყალ თომას რომ ურტყავენ და სიკვდილამდე რომ მიიყვანენ სამბო და კვიმბო ესენი იყვნენ ესენი შავკა ფერატკანიანი მონები იმ ბატონ ლეგრის სიმონ ლეგრის რომელიც იყო ბოლო მეპატრონე იმის თომას რომ გაყიდეს და მოკლავენ ცემაში იმიბზანებით რომ ის არ დაემორჩილა მას თომა იმ სიმონ ლეგრის მებატონის თეთრკანიას და ეს თავისივე თანამოძმეები კლავენ და ბოლოს ეხსნებათ გონებად და სიკვდილის წინ თომასთან მედიან და ბოდიშს ხდიან რომ ჩვენ გვაპატიეთ თომა ჩვენ ეს არ ვიცოდით რას ვაკეთებთ ანუ აი ამ ადამიანებს ამ სამბოს და კვიმბოს მაგონებს ეს ხალხი რომლებიც აყოლილი არიან აი ამის ფეხს და რუსეთის ივანი რა ვიცი სხვების რომლებიც აი ბატონს რო უჯერებენ და ამ შემთხვევაში ბატონი შეიძლება იყოს საეროს და სასულიეროდ რაღაცას დასძახებს ვიღაცა და ესენი გაუაზრებლად აი თავარი პრობლემა განათლების სახელმწიფოებრივი აზროვნებას ხო იმ ქვეყნებში ბავშვობიდან აჩვევენ და ჩვენთან არავის როგორც მინიმუმ ამ ბოლო ამბებზე იმ კითხვას მაინც დასვავდი ის ჯორდანო ბრუნო ვინ დაწვა უნდა რომ ბრუნო ვინ დაწვა ხო და რამ დაწვა რატო და შემდეგ როგორ განვითარდა ევროპის ბედი და ეს კრიტიკული აზროვნება სრულიად საწინააღმდეგო არგუმენტი იმ სრულიად გაუგებარი იდეოლოგიური პროპაგანდის თავარი პრობლემა არის კრიტიკული აზროვნება აი კრიტიკული აზროვნება თუ არ იქნა არაფერია და თუ არ ჩამოყალიბდა აი ვერ მოესწრო რომ ყველას ჩამოყალიბებოდა და ამ პრობლემის წინ მადლობა ბატონ გოჩა როგორ გადავედი ძალიან დიდი მადლობა ისტორიკოსი გოჩა საითიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი